რა იზულო მამაკაცი რომ დაგაფასოს. რა თქმა უნდა, ეს კითხვა თავისთავად ცდარია. კაცს ვერ აიძულებ რომ დაგაფასოს, მაგრამ შეგიძლია შექმნა ესეთი გარემო და პირობები, სადაც თავს დაფასებულად იგრძნობ. პირველი, ეს არის საზღვრები. როდესაც შენ ყველაფერზე თანახმა ხარ, ყველაფერს ითმენ, საკუთარ დისკომფორტს მალავ. რა თქმა უნდა, ადამიანს ასწავლი, რომ შენთან შეიძლება ზედმეტის გაკეთება. საზღვრების დაცვა სხვას კი არ ცვლის, არამედ შენს მიმართ ქცევის წესებს ადგენს. მეორე, ეს არის საკუთარი ღირებულებების შეგრძნება, თუ კი საკუთარ თავს თავად არ სცემ პატივს და ყოველთვის გჭირდება, რომ გარე სტიმულებიდან იგრძნო, რომ თვითკმარი ხარ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ვერანაირი დაფასება ვერ გვექნება, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი და ჩვენ უნდა დავაფასოთ. მესამე არის ის, რომ როდესაც შენი ცხოვრება მხოლოდ მამაკაცზე არის დამოკიდებული, თითქოს შენი სამყარო მის ირგვლივ უტრიალებს და აღარ არსებობს შენი ჰობი, პირადი ინტერესები, შენი პირადი ცხოვრება, მეგობრები და ეს ქმნის როგორ ქალს? არა ისეთ ქალს, რომლის დაკარგვისაც ეშინიათ, არამედ ქალს, რომელიც მუდმივად დამოკიდებულია მამაკაცზე და მისი ცხოვრება ფაქტობრივად აღარ არსებობს. და ბოლოს, სიმართლე ერთია, დაფასებას ვერ მოითხოვ. პირველ რიგში უნდა დააფასოს შენი საკუთარი თავი, იმისთვის რომ შემდგომ დაგაფასონ სხვებმაც. თუ კი ეს საკითხები შენ ცხოვრებაშიც აქტუალურია, მომართე და ჩაერთე პროგრამაში დედოფლის ალქიმია, ან მომწერე პირად კონსულტაციაზე.